ერთადერთი რაც გჭირდება აქ გამარჯვებისთვის არის ინტუიცია და ლოგიკა, ხოლო დღევანდელ ეპიზოდში გავარკვევთ იქნება თუ არა საკმარისი ქალური ინტუიცია 10,000 ლარის მისაღებად, რადგან ამ ვიდეოში სრული შემადგენლობით ითამაშებენ გოგონების გუნდი ნუცა, თაკო და ლიზა გვყავს დღეს სტუმრად და დღეს გავიგებთ მითია თუ რეალობა ქალური ინტუიციის შესახებ. მე მგონია რომ რეალობა. ძალიან საშიში სიტყვებს ამბობ ეხლა შენ. კი. მე პირიქით მომხევარ. ძალიან საშიშია ეს ყველა. არსებობს მეგობრო ინტუიციის განსაზღვრის ტესტი, როგორც IQ ტესტი და ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ვინც დააფიქსირა საქართველოში ეს 3 ადამიანი არის წარდგენილი. მე გისურვებთ წარმატებებს და იმისთვის რომ დღეს ჩვენ ვართ აქ ვიმყოფებით, ვიღებთ ვიდეოებს და თქვენთვის ვაკეთებთ კონტენტს პირველ რიგში. მადლობა ჩემს გენერალურ სპონსორსა და წარმოდგენის ამბასადორი ბეთს და ასევე რა თქმა უნდა ჩემს ხარდაჭერებს, კრედო ბანკს, სანდომს და ასევე USA to Georgia. შეგახსენებთ, თამაში შედგება 8 კითხვისგან და თითოეულ კითხვას 4 სავარაუდო პასუხი აქვს. მოთამაშეების მიზანია თანხა დადონ სწორ პასუხზე, თუმცა მათ შეუძლიათ ერთი პასუხის ნაცვლად რამდენიმე პასუხზეც გადაანაწილონ თანხა, მაგრამ თამაშს გააგრძელებენ მხოლოდ იმ თანხით, რომელიც სწორ პასუხზე ექნებათ განთავსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი შეცდომაც კი მათთვის შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. გააქვთ ასევე 3 დახმარება. კითხვის შეცვლა, პასუხის გადამოწმება და აგრეთვე 50-50, რომელიც შეგიძლიათ სტრატეგიულად გამოიყენოთ, მაგრამ თითოეული დახმარების გამოყენება ფული ღირს, მეგობრებო. 500-1000. ყველაფერი ფული ღირს. ყველაფერი ფული ღირს დღეს ცხოვრებაში. თამაშს გაახსნილად ვაცხადებთ. 3 წუთი გაქვთ მოსაფიქრებლად და თუ ამ 3 წუთის განმავლობაში თქვენი თანხა არ გექნებათ დადებული, დარჩენილი თანხა რაც არ იქნება განთავსებული, განაწილდება 4-ად და ისე გაიყოფა 4 პასუხზე. გადაცემაში პირველი კითხვის დრო არის. WhatsApp-ი. აჰა, ეს ჩვენი. WhatsApp-ი. და? WhatsApp-ი. და WhatsApp. და WhatsApp-ი. ვაუ! რომელია WhatsApp-ის სწორი დასახელება? 3 არის არასწორი, 1 არის სწორი. წამზომი ჩაირთო მეგობრებო. დადეთ და დავაკვირდეთ. მოიცა ერთი წუთი განვიხილოთ. 2 წამი, ამას. არა, ეს არის უეჭველი. უეჭველი. გადაბმული არის, მეც ეგრე მახსოვს. ეს არ არის, ეს არის გამოირიცხა, მოიცა დადეთ. ხო. ოკეი, ეგ არის. იმედია პირველივეს არ ვაგებთ, ხო? ანუ ძალიან რისკიანები რო ვართ, ალბათ გვიყურებთ, ხო? ყველა. აქ რისკი ზოგჯერ ამართლებს, ოღონდ ზოგჯერ. თქვენ პირდაპირ ერთზე ჩამოყალიბდით, ხო? კი, ეგ არის. მანდელას ეფექტის შესახებ თუ გაგიგიათ, აი რაღაცა გგონია, რომ აი ეს კი და ეხლა არ მითხრა რომ ეგ ეფექტი გვაქვს. აი აქ. გასაგებია. ლოგო ერთნაირია ყველასთან, ხო? ლოგო ყველა ერთნაირად წარწერებია. ეს ბჭყალი თუ აქვს აპლიკაციას, არა? არ მგონია. ლაშა. არის, მე უბრალოდ გეკითხებით, მეც არ მახსოვს სიმართლე. ნახე პირველად იმით რა, სამივემ რო შევხედეთ და იყო ის. ხო, ინტუიციურად მივედით ამას. ყოველთვის პირველი პასუხი არის სწორი. მოკლედ დახმარებას არ განიხილავთ. არა, ანუ იმიტომ რომ მე მგონია რომ რაღაცა თუ ისეთი ისინი იქნება სხვა მე რა. აქედან თან ახლა კარგად ვერ ვხედავ რა და ზუსტად მეც არ ვიცი. ხო, თან ამ კითხვებს მარტო მე არ ვადგენ. ჩემი ზმა და მეგობრები BGR Games-ის წარმომადგენლები მეხმარებიან და ეს კითხვა რომ მოიფიქრეს და რომ შევხედე არ მახსოვს ზუსტად რომელი იყო, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ქალური ინტუიციის მჯერა და თუ გნებავთ დავტოვოთ ეს თანხა და შეგვიძლია დროც გავაჩეროთ. გავაჩეროთ, ხო, არა? всё, არა, ხო, ეს არის რა. კარგი, მაშინ რა ვიცი, მიღებულია პასუხი, მეგობრებო. თუ შეიძლება დროც მეგონი უკვე აზრი არ აქვს, შეგვიძლია გავაჩეროთ. მე ყველაფერი ვეცადე. არა. და ახლა არ გამაგის. თამაში შემოვაჩემი კალას. ამ კალას შესახებ მე არ მithქვამს. ეს არის კალას. პასუხები ვარდება, კი. რაც არასწორი პასუხები და მათზე განთავსებული თანხებიც ჩაიყრება კალათში. მე გეტყვით ეს რაღაცას, რომ ერთ-ერთი პასუხი ძალიან მარტივი იყო, რომელიც ეგრევე გამორიცხეთ და რა თქმა უნდა UPT არ იწერება. ეს არ არის სწორი პასუხი. და თქვენ მართალი ბრძანდებით, რომ WhatsApp-ი აგრეთვე არ იწერება ცალ-ცალკე, გადაბმულად წერია. მაგრამ მე თქვენ კითხეთ, რამდენჯერ კითხეთ. აი, ბჭყალი გაიხსენეთ თუ არის მეთქი და არ არის მეგობრებო, ბჭყალი მართალია და 10,000 ლარი აგრძელებენ თამაშს. მეთქი ახლა არ გამაგიჟო. მე ძალიან შვიდად გისმენდი, იმიტომ რომ მე უკვე შეგიცანი, ამოგიცანი. აი ახლა გადაცემაში გავიგებთ წარმომიცანი თუ არა ბოლომდე, მაგრამ WhatsApp-ი არის ზუსტად აი ესეთი არის სწორი ლოგო. ვაგრძელებთ და მეორე კითხვას გავაჟღერებ უკვე ჩვენს გადაცემაში. პასუხები. ბარბის ნამდვილი სახელი არის ბარბარა. 2004 წელს დაშორდა კენის,
არსებობს ქვეყნები, სადაც ბარბის ქონა დანაშაულია და 2017 წელს ბარბი შეუყვარდა გოგონა ნენსი. კითხვა ნომერი 2. ჩამოთვლილი ფაქტებიდან რომელია სიცრუე? წამზომ სიცრუე? ერთი არის სიცრუე, რა ბარბარა შეუყვარდა, რა ბარბი შეუყვარდა ნენსი. გოგო ბარბარა. არა, ბარბის ქვია. ბარბის ქვია. არა, რეალურად ნახე, ბოლო წლებში ბარბის კომპანია ძალიან აწובה დაივერსიტის. ეგრე არის. არის ზოგადად? კი, ანუ ორსული ბარბიც ყავდათ. ბარბის ქონა რო დანაშაულია, ეს ზუსტად ვიცი რაღაც ქვეყნებში. ანუ ტენისა დაშორდა მე მგონია რომ ეს ოღონდ წელი არ ვიცი. წელი არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს რომ დაშორებულები არიან. ბარბის ნამდვილი სახელია ბარბარა. ბარბარა ქვია. არა, ფაიმე რა ერქვა იმ ქალს ვინ შექმნა? ანუ ქალმა, არა, ნახე, ვინ შექმნა ბარბის თოჯინა, მიუძღვნა თავის შვილს, ხო ეგრე იყო? კი ბატონო, კი. მოიცა ერთი წამით აბა. ხახნა გადავამოწმოთ რა. ჯერ დრო გაქვს საკმარისად. მოდი 50-50-ზე გამოვიყენოთ. აი ეს მგონია მე. გამოყენების დროს დრო დაპაუზდება. გაუშვი მომენტია. ჩემია. მოდი, გვინდა 50-50-ზე უეჭველი. კი. მაშინ დრო დავაპაუზოთ თუ შეიძლება. დრო დაპაუზებულია. ბარბის შეუყვარდა გოგონა ნენსი. არ გამიგია. მეგობრებო, აქ არის 3 არასწორი პასუხი. თქვენ ახლა ნებისმიერ ორს ამოატრიალებთ, რომელსაც ამოატრიალებთ, ისინი გამოირიცხება. რომელი ამოატრიალებ? შენ ინტუიცია არ გაგატიკებია. ეს 2004 წელს დაშორდა კენის. ანუ ეს რეალურად სიმართლე და გამოირიცხა. ამაზე მსჯელობა არ მოგიწევს. ოკეი. კიდევ ერთი უნდა გამორიცხოთ. არსებობს ქვეყნები, სადაც ბარბის ქონა დანაშაული. ესეც გამოირიცხა. შეგიძლიათ რომ ამოატრიალოთ, ნუ კი მიხვდებით უკვე ისეაც რაც არის დარჩენილი, მაგრამ ახლა მოგიწევთ ამაზე მსჯელობა და წამზომი გაგრძელდა. ვაუ, უქმებთ კი. 2017 წელს შეუყვარდა გოგონა ნენსი. არა. კაი, მოდი გადავანაწილოთ. კაი, გადავანაწილოთ. რა? ანუ უფრო მეტი დავდოთ ამაზე. მაგრამ ეს უფრო რეალურია. ეხლა შეიძლება ბარბარადან მოდის ბარბი. არა, სწორ პასუხზე უნდა დავდოთ. ბარბის ნამდვილი სახელი არის ბარბარა. კაი, თუ გინდა ცოტა დადა მაგაზე და აი აქეთ დავდოთ ყველაფერი. ამბობს ის ქალი. ჩემი შვილი ბარბარა, თუ თვითონ იყო ბარბარა. კი. I used to love you. ხო, ბარბარა. აი, დადეთ, 3 მანდ დადეთ და დანარჩენი აქეთ თუ ეგრე გგონია. 3-ია. 1 2 3. 3 დებთ აქეთ? აი, გადმოდი. ბარბის სახელი არის. 7 დებთ აქეთ, 2 დებთ იქით. 4 შენ რა სიტყვი მაგასთან დაკავშირებით? 1 ოპ და ბოლო წამზე 1000 ლარი. ოკეი. აი, ეხლა ნამდვილად ჭირდება სიარული. სანამ გამოაცხადე. გაი არ გამოია. განიავდი სანამ გაგანიავე. და მე ჯერ ჩემ კუთვნილ 1000 ლარს წაიღე. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გავანახევრეთ პასუხები. რეალურად რაც გამოირიცხა, იყო რომ 2004 წელს დაშორდა კენის სამწუხაროდ. მართლა დაშორდა და არსებობს ნამდვილად ქვეყნები, სადაც ბარბი არის დაკრძალული. კი ბატონო. და ცუდად დაემთხვა, იმიტომ რომ ამორს კარად ამბობდით რომ ეს სწორი იყო. და მოგიწიათ მე ამ ორ შორის გადაწყვეტილების მიღება. მოდით, ბევრს არ განერვიულებთ და ნუცას ყოჩახ რომ 1000 ლარი გადმოიტანა აქეთ და მხოლოდ 1000 ლარი. ბრავო. დააზღვიეს ერთი პასუხი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯამში აგრძელებენ 8000 ლარით თამაშს. მესამე კითხვის დრო არის. და მოდი გავაჟღეროთ ჯერ პასუხები. 36 27 38 და ნუცა თუ მიხვდები მეოთხე რა არის? 39. არა 40. აი ხო გითხარი, ბოლომდე ვერ შემიცანი მე. კითხვა ნომერი 3. ვაიმე. ონლაინ შოპინგისას ყველაზე ხშირად რა ზომის ფეხსაცმელს იწერენ ქალბატონები საქართველოში? საქართველოში? საქართველოში. აუ, აი, მოკლედ, ჩემი აზრით 27 და 38 არის ის ყველაზე გავრცელებული ზომები. მე 39 მგონია მთელი ცხოვრება. ხო და არ არის ხედა 39 კითხვებში თაკ. საყვარელო. მოიცა ერთი წამით, მოდი ერთ წამით. ჩავამატებ 39-ს. არა, მადლობა. მაქვს. მოზადებ. კაი, შენ გაქვს 35? კი. 38 და 38. კაი, მე მგონია რომ 38 არის სწორი პასუხი. თქვენ რას ფიქრობთ? 38 უფრო, მაგრამ 40-ის გარიცხვა. ლაშამ დასვა რომ საქართველოშია და არა ზოგადად. დახმარება გაქვთ სხვათა შორის, ნახეთ 1000 ლარიანი თუ თქვენ ზუსტად იცით რომ ან 27 ან 38 ხო? თუ თქვენ პასუხს გადაამოწმებთ გავრისკოთ? კი, რა, გადავამოწმებია რომ გადავამოწმებ. აი, გადავამოწმოთ. მაშინ დრო დაპაუზდა.
45 წამი სავსებით საკმარისია. სხვათა შორის მესამე ეპიზოდში 2 წამზე დააპაუზეს მახარ ბასტო კალამ და დახმარება გამოიყენეს, პასუხიც გაიგეს. აჰა. და ვისაც არ გინახავთ რა მოხდა, გადადით ვიდეოზე და ნახეთ და გოგოებსაც ჯერ არ ვეტყვი. კარგი, მოდი ნებისმიერ პასუხი მითხარით. ეს სწორი არის თუ არა? მე გეტყვით ან კის, ან არას. 38. ჯერ 1000 ლარს გამოგართ მე. ვიცოდი, გამზადებული მყავდა. ეს არავიწყდება. არაფერი არ მორჩენილა, მე ჩემს 1000 ლარს წავიღებ და მე გეტყვით რომ 38 სწორი პასუხია. მადლობთ ლაშ საყვარელო. აი ეგრე. წამზომის ჩართვას ალბათ უკვე შეგიძლიათ მაინც კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ. არა ლაშ გენდობით. აი ნახეთ, მე ხო გითხარით, ცალიფთან თეთრი მაგვსმათი. თქვენ აპირებდით ახლა 8000 ლარის განაწილებას 4-ზე და არა და გაგვახსენე რა გვაქვს ზე. ახლა ადექით და 7000 ლარით გაიჭერით უკვე. მადლობა. მოდი შეგისწორებ რომ 4-ზე არ ვაპირებდით. 2-ზე ვაპირებდით. მე ცოტა გავამძაფრე. 38 არის მეგობრებო, სწორი პასუხი. ზოგადად ონლაინ შოპინგი თუ გიყვართ? ძალიან. მე მაგალითად ძალიან მიყვარს ონლაინ შოპინგი და ეს პროცესი განსაკუთრებით კომფორტულია თუ ხარ USA თუ ჯორჯიას მომხმარებელი. რადგან ეს არის ქართული კომპანია, რომელსაც არაერთი მსოფლიო სტანდარტის ინოვაცია აქვს დანერგილი. საქართველოში უმაღლესი დონის თანამედროვე კომფორტული ტერმინალები, 24 საათიანი ლოქერები, პირველი AI ასისტენტი ამ სფეროში, უმაღლესი ხარისხი და სანდოობის გარანტი და მრავალი სხვა. თათან ეს ყველაფერი არის ორმაგად ხაზგასასმელი, როცა უკავშირდება ქართული კომპანიის სახელს. მე მიხარია რომ USA ჯორჯია არის ჩემი არხის მხარდაჭერი. მე 4 კითხვაზე გადავდივართ. შვენურად მიდიხართ. 2 დახმარებაა გამოყენებულია, მაგრამ რაც თავარია, პროდუქტიულად გამოიყენეთ და მინიმალური დანახარჯით გაიჭერეთ წინ. ახლა მე თქვენ ჯერ პასუხებს გაგიჟღერებთ. 7 9 14 და 21. ამ კითხვაზე ძალიან მაინტერესებს ნუცას პასუხი. და კითხვა ნომერი 4. Beatles-ების სიმღერაში Yesterday რამდენჯერ არის გამოყენებული სიტყვა Yesterday? წავით. მოდი დაიწყე სიმღერა და ჩვენ დავით. 3 წუთი საკმარისია რომ იმღეროთ. შეგიძლია პერფორმანსის დადო. 21 გამორიცხეთ ვერ მოვასწრებთ. ხო, ძალიან დიდია 21, მაგრამ ეს სიმღერაც არის. თვითონ სიმღერა იქნება მე 9 მგონია. 3 წუთიანი, ხო? 3 წუთიანი ბოლომდე არა. გოგო, ნუ მაბნევ მეორე კუპლეტზე ვარ. აუ 14 მგონი. არა, მაგდენი არ იქნება. იქნება? სუ yesterday-ია. სუ yesterday-ია. ეგარი. ვინ გვასაუბრება? აი წინ მის ორჯერ დაგეხმარათ. 7-ით გამორიცხე. ხო, 7 ძალიან ცოტა აი. არის თუ. ძალიან გემრიელია სანდომის ვაფლი განსაკუთრებით Beatles-ის Yesterday-ს ფონზე ორმაგად უფრო გემრიელია. შეგიძლიათ თქვენც ჩაითვალოთ მეგობრებო პირი. ეს არის ქართული პროდუქტი, თანამედროვე ევროპული სტანდარტებით დამზადებული. თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ, მე უბრალოდ სანდომზე ვლაპარაკობ, გემრიელ სანდომზე. გულში მღერის მანამდე ნუცა. მე კი გეტყვით, რომ სანდომი არის ჩემი არხის სპონსორი, მადლობა მას მხარდაჭერისთვის და განსაკუთრებით გემრიელ სვაფლებისთვის. ან 14. 14 მგონი. გავრისკოთ ყველა? ყველა არ ვიცი. აუ ხალხმა არ მგონია ძალიან ბევრია 14. ხო. არაფერი უბრალოდ 9-ზეც დავდეთ ხალხმა, იმიტომ რომ 14 ძალიან ბევრია. აი, თქვით 14 ჯერ yesterday. არა, სხვა ტექსტიც არის. ანუ ყველა წინა დადება თითქმის იწყება yesterday. შენ რა სიტყვი? მე ვიტყოდი რომ 7-ზეც დავდებდი 21-ზეც, რა იცი რა. კითხვას ხომ არ გამოდის, მაგრამ 10 წამი აზრი არ აქვს. როგორ არის ნახევარს? 9 ცოტა. 9 ცოტა, თუ გადმოდებ ისე 1000 ლარს ნუცა და დააკამბექე პაკეტ ხო არ გადმოდებთ ცოტას. აი ეგეთ ხო არ გადმოდებთ. ნუ ვერ მოვასწრე. თაკო ის ბოლოს ხელი რომ მოკიდე, შეგიძლია რომ აქეთ გადმოწიო. ხო. აი ის 2 ცალ კუპი. თაკო არ ცალს ქნა. არა, 1 ცალს რა, მე მოვკიდე. დავინახე 2 ცალს ქნა. მოკიდე. 1 ცალს მოვკიდე. დამიჯერე 2 ცალს მოკიდე 1 დავინახე. ცალს მოვკიდე. თაკო დამიჯერე 2 ცალს მოკიდე დავინახე. 1 გადაახვიეთ. ანუ ჩვენ კენ ხარ თუ ჩვენ კენ თაკო ხარ? დამიჯერე რომ გადაღვევის გარეშე 2 ცალს მოკიდე და აი ხო გეუნებოდი 2 ცალს მოკიდებოდი. ეხა თუ ესე შმაკია და ვერ ნუცე დავებ შეგიძლია გადაცემას. არცემოთ პირდაპირ დავტოვებ გადაცემას. რომ ღეროდი 7 აცდი ხო? კი, ალბათ. 7 არ არის ახლა. 21-მდე ვერ ახვიდეთ. სულ არის 2 წუთიანი რაღაც ვაწამია თუ რაღაც და 21-ით სწორად გამორიცხეთ. აქ როგორ არის გადანაწილებული, რო ვიცოდე ხა. რამდენად ჩავიჯიბო 1000, 2000
3000, აქეთ 1000, 2, 3, 4000? 4 დადეთ 14-ზე? და 3 დადეთ 9-ზე? თუ ესე იყო და თაკო გადავიდე. მოგოთ შენ ხო ამბობდი რომ ერთს მოკიდეო ხელი. ხო. 9 არის სწორი პასუხი. მეგობრებო და მე-4000 ლარს ხო? და აღარ პირველი ვეთქვი 9 არის მეთქე. აი ესე პირველი ვეთქვი რომ 9 არის თქო. 14 არ არის მეგობრებო, სულ არის 9 ჯერ გამოყენებული. ამ ისედაც 2 წუთიან სიმღერაში 9 yesterday ისედაც ბევრია. შეგეძლო გემღერა. ჩემი მაყურებლის წინაშე ნუცად. აი რო არ იმღერე ბოლომდე. მაგის გამო მოხდა ეს. თუ 1000 ლარს დაგვიბატებთ იმღერებს. იმღერებს? 1000 რო და 2000 თუ დაამატებთ მეთოყვები. მოდი 1000 ლარს დაგიმატებთ და სამივე მიმღერეთ ერთი მისამღერი. არ მოგცემს ხალხო გვაშერე. ხალხო მე გოგოშა შენ მიგონია. ეს ძალიან კეთილშობილი ადამიანი ვარ ზოგჯერ. როგორ იწყება yesterday? All my troubles seem so far away. Na 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 say oh I believe. All my troubles seem so far away. All in the here to say oh I believe in yesterday. I see. გამსახურებული მეგობრებო. მართლა გაძლევთ ხო? კი არ მომიტყვებია. მე 5 კითხვაზე ვართ მეგობრებო და მე თქვენ პასუხებს გაგიჟღეთ, თან 1000 ლარი გამოიმუშავეთ დამსახურებულად და 4000 ლარით აგრძელებთ. მე 5 კითხვის პასუხები სტუდიაში. ოთხკუთხედი ყუთის წარმოება უფრო იაფია, ოთხკუთხედი ყუთიდან პიცის ამოღება უფრო მარტივია, მრგვალი ფორმის ყუთი არამდგრადია და ბოლო პასუხი. პირველი პიცა ოთხკუთხედი ფორმის იყო და ყუთის ფორმად შემორჩა ასე. ეს მგონია. კითხვა ნომერი 5. რატომ არის პიცის ყუთი ოთხკუთხედი და არამრგვალი? დრო წავდა. ეს არა, ხალხნო, ხო? ოთხკუთხედი ყუთიდან პიცის ამოღება უფრო არა, რატო უფრო მარტივია? ძალიან დებილობა ესეთ მეტადებელი. ოთხკუთხედი ყუთის წარმოება უფრო იაფია. ეს მგონია, იმიტომ რომ მრგვალს უფრო ჩალეჩენა უნდა მე ქარხნულად არამდგრადია. მოჭრა. არამდგრადიც შეიძლება იყო, მაგრამ ეს ორი ერთმანეთს არ გამორიცხავს. პირველი პიცა ოთხკუთხედი ფორმის იყო და ყუთის ფორმის. ჩემს ძმასთან ზარი ახლობელთან არ გვაქვს. ზარი ახლობელთან გაქვთ 4000 ლარი ღირს. ჩემი ძმაც დავიკიდეთ, იმიტომ რომ ჩემი ძმა არის პიცის ძალიან მოყვარული. ესენი უეჭველი არ არის. ეგ არის. ლიზა ძალიან მიყვარს. პირველი პიცა ოთხკუთხედი ფორმის იყო და ყუთის ფორმად შემორჩა ასე. პირველი, ანუ მე პიცის ოთხკუთხედობის შესახებ არასდროს არ მსმენია, არასდროს. ხა ერთი წუთი არამდგრადი არის, მე თანხმებით რომ არამდგრადია? მრგვალი ფორმის ყუთი? ხო. მაგრამ შეიძლება ისეთი გააკეთო, რომ იყოს მდგრადი, მაგრამ აი ეს უფრო მგონია, ხო რა? და თან ის არის, იმას ხო დაჭრაც უნდა მოჭრა, უნდა იმ მრგვალს ფორმის გამოყვანა უნდა ალბათ. ერთ პასუხზე გიდევთ თლიანი თანხა. არა უშავს, რაც არ უნდა იყოს. მიდი. გაიმარჯვებს მეგობრობა. გაიმარჯვოს მეგობრობა. დავაპაუზეთ. მიღებულია პასუხი. ამაზე თუ წავაგეთ ხალხო. პიცის მჭამელი აღარო. მოვუხმობ და ჩამოვიაროთ მეგობრებო. მიდი შე რა გიყვარს ინტრიგნულად. ისე სადმე ფული თუ აგიგროვებიათ და წასულხართ და პიცა გიჭამიათ მაგალითად. რატო გეკითხებით? იმიტომ რომ ფულის აგროვებასთან დაკავშირებით ჩემს მაყურებელს ვეთქვი რომ კრედო ბანკი გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას სერვისი აგროვე, რომელიც შეგიძლიათ რომ უმარტივესად გააქტიუროთ პირდაპირ MyCredit-ოს აპლიკაციით ერთი ღილაკის მიჭერით ქმნით ბმულს აზიარებთ ყველგან და ნებისმიერ ადამიანთან და ნებისმიერ ადამიანს პირდაპირ ბმულზე შეუძლიათ თანხის დარიცხვა ბარათით ან Google და Apple Pay-ით. თანხის ასახვა ხდება მომენტალურად, ამიტომ საერთო მიზნებისთვის თუ გაქვთ სურვილი რომ თანხა შეაგროვოთ ნებისმიერ ადამიანთან ერთად, შეგიძლიათ გადმოწეროთ MyCredit-os აპლიკაცია და მართოთ თქვენი ფინანსები მარტივად და კომფორტულად. ხო და ეხლა რა შეიძლება პასუხებს მეგობრებო? ჩვენ მგონი ვერაფერიც ვერ ავაგროვე. ეს ჩვენ არ ვეხება. გამორიცხა ავტომატურად ოთხკუთხედი ყუთიდან იცის ამოღება რომ უფრო მარტივია.
და მე ამაში ულოგიკოს ვერაფერს ვერ ვხედავ. ძალიან მარტივია, იმიტომ რომ გვერდიდან შეგიძლია პიცის ნაჭერი მარტივად ამოიღო. თუმცა ეს არ არის გადამწყვეტი ფაქტორი, რატომაც ოთხკუთხედი ფორმის. შენ დატოვებდი ხო როგორც კაცი და ქალური ლოგიკა და კაცის. მე ამ თამაშს საერთოდ არ ვითამაშებდი ჩემს. მრგვალი ფორმის ყუთი არამდგრადია, ეს არ არის სწორი პასუხი და თქვენ გქონდათ განაწილებული ოთხკუთხედი ყუთის წარმოება, რომ უფრო მარტივია და ვიღაცას შეიძლება ამბობდა, რომ სადღაც მე არ გამიგიაო, რომ პირველი პიცა ოთხკუთხედი ფორმის იყოსო და მარც მე არ გამიგია მეგობრებო, იმიტომ რომ პირველი პიცა ოთხკუთხედი ფორმის არ იყო. უფრო იაფია და 4000 ლარი დადეს სწორ პასუხზე, მართალია. ძალიან აუცილებელი იყო ამ ხელშესავალი. გადავდივართ მე-6 კითხვაზე და ჯერ კიდევ 4000 ლარი გაქვთ თქვენ. თქვენი სიმღერის დამსახურებით. 1 50 არ მიყვარს ციფრები ხალხ. 250 და 1200. კითხვა ნომერი 6. რამდენ შვილს აჩენს ბუზი საშუალოდ სიცოცხლის მანძილზე? დრო წავით. ეს მე უნდა ვიცოდე როგორც დედა ვარ. თუ yesterday ცაზე იყო ეს კითხვა შენზე. ხო, თემატური კითხვა მქონდა მოფიქრებული, მიცაც როგორც მომღეროს დღეს. ეს ჩემზე არის. როგორც მშობელს შენ გეკისება, ეხა სრულ პასუხს. დედა თუ დედა. ანუ ლოგიკა არ მაქვს, ბუზის ცხოვრება არ ვიცი. ბუზის ცხოვრებას არ იცნო? სახში ბუზები არ ყავთ ეხა? ბუზის პირადი ცხოვრებით არ დავინტერესებული ვართ, მაგრამ ვიცით რომ ძალიან ბევრი სახში ბუზი შემოგიფრინდება და პირდაპირ პირსახოცით რო დაძდევ და რო გინდა რო გააგდო. იცი რა არის? ადრე ჩემს ბავშვობაში უფრო მეტი ბუზი იყო, ანუ სადღაც შემცირდა, მუტაცია განიცადა და ანუ როგორ არის ეგ სიტყვა? რეპროდუქცია შეუმცირდა თაშკარად ბოლო 10 წლის განმავლობაში და შეგიძლიათ გამოიყენოთ კითხვის შესვლა თუ საერთოდ ლოგიკა არ გამოვიყენოთ რა. არ მინდა დაგვაპირდა რა სისულელებს ვამბობთ ეს კითხვა. არაფერი არ ეშველება თუ დავაი გამოცვალ. აულაში რაც არ უნდა იყოს კითხვის შეცვალებები და მე აზრზე არ ვარ მართლა. შევცვალოთ. წესით ბევრს დადებს ალბათ ამ კვერცხებს. 500 ლარს იხდით, ეს დახმარება 500. აუი დამავიწყდა. გაიხო. მე როგორც დედა ჩავიჭერი. არა მართლა всё არ მინდა ეს კი უეჭვი. მე მგონია რომ ესეც სწორად გამოიყენეთ. შეცვლილი კითხვა უნდა გავაჟღერო. ასე რომ პასუხებს გეტყვით ჯერ ჭიანჭველა, ნახე რიცხვი არ არის. რა კარგია. მორიელი, ობობა და 8 ფეხა. ჩამოთვლითაგან რომელს არ აქვს 8 ფეხი? დრო წავით. მოიცა მორიელს ბევრი ფეხი აქვს, ჭიანჭველას რამდენი ფეხი აქვს? გოგო. 2 წამს. 8 ფეხა არის. ხო? ხო. ობობასაც 8 ფეხი. რა გინდა შვილო, რა გაცინებ, დაფიქდი, გავიდა დრო. გადაფიჩინდა. მორიელი. აი მე ხლა აღვიდგინო გონებაში რაღაცა ერთი. ოსე ჭიანჭველას ბავშვობაში ხატავდი, აი ესე მე. ჭიანჭველასაც ბევრი აქვს, ხო. მე მგონია რომ მორიელს არ აქვს. და 8 ფეხს, 8 ფეხას? 8 ფეხას 8 ფეხა იმიტომ ქვია რომ 8 ფეხი აქვს. მაგიტო ქვია, აი რო დაფიქრე. კი. არა, ალბათ 10 აქვს და პროსტ აი 8 ფეხა უფრო ხდებოდა და ხდებოდა რა. გოგო, მორიელს ხალხო, რა გჭირ? ხო. მაგას ვამბობ მე ლოგიკურად მივყვა ბიჭო, შეიძლება დავასუსტო? უბრალოდ. პერიფერიულად გვამოწევს. დედა. მორიელი. მაგდენი დედა ბუნება მართლა არ მისწავლებს. კაი, 8 ფეხა გამორიცხეთ. ობობა გამორიცხული. ალბათ. არაფერი აღარ არის გამორიცხული ამ ცხოვრებაში, რა ვიცი. ხო, ობობასაც ძალიან ბევრი ფეხი აქვს, ხო, პროსტ ალბათ. ბევრი ჯიში არის, აბა. აუ, ჯიში და ჯილაგი კიდე ხადა. ერთ კითხვას დაგისვათ. 8 ფეხას იმიტომ ქვია, ნამდვილად 8 ფეხა, რომ 8 ფეხი აქვს. საცეცები აქვს საყვარელო 8 ფეხას. მორიელზე დადა. ხო. ყველა? კაი, მოდი გადავანაწილოთ. შეგიძლიათ არ გადა რაღაცა აბა გადაანაწილეთ. ძირითადი რაღაცას დადოთ, რაღაცა მე გირჩევთ რომ რაღაცა. არა აქვს 8 ფეხი, მორიელს არ ვიცი რამდენი ფეხი აქვს, მე რა ვიცი რამდენი ფეხი. კაი, აი ესე იყოს, რავი. რა, თქვი თუ გაქვს პასუხი. არა, დედო, აი მე მაინტერესებს და ბოლო წამს მე გადავწევ. 1 და აღარ გაქვს. მაგარი ხარ წა. ჩემი ჯადოსნური კალათის დრო არის. აქეთ რა ხდება? ობობას ნამდვილად 8 ფეხი აქვს მეგობრებო. ობობა არ არის აქ სწორი პასუხი. 8 ფეხას
თქვენი აზრით, იმიტომ ქვია 8 ფეხა, რომ 8 ფეხი აქვს? დიახ. ესე არის სწორი პასუხია. რაც შეეხება მეგობრებო მორიელსა და ჭიანჭველას, თქვენ 1000 ლარი გიდევთ ჭიანჭველას. მე გეტყვით მეგობრებო, რომ ჭიანჭველას აკმიტი. მორიელი შედის არაქნიდების კლასში და მას აქვს 8 ფეხი და სწორი პასუხი არის ჭიანჭველა, რომელსაც აქვს 6 ფეხი. სამწუხაროდ. კაი, ჩვენ შეგვიძლია ვიმღეროთ. ვინცეკოთ, ვიმღეროთ. 1000 ლარით აგრძელებენ ჯერჯერობით. ჯანდაბა. თამაში შემოდის აი ესეთი 2x ბარათი. მე რომელიც ნიშნავს, რომ ჯერ პირველ რიგში ეს 2x-ი რომელიღაც ბარათზე ჯერ არ იცით აპასუხე, მაგრამ რენდომ უნდა გაანთავისუფლო. დამოკიდე ხელი 1 2 შეულოთ ცეთანან და აი ფული იზრდება? კარგი. ახლა რას ნიშნავს ეს 2x? მე როცა პასუხებს ამოვატრიალებ, თქვენ არ იცით ხა ეს სწორზე დევს თუ არ დევს, მაგრამ თუ ამოტრიალებულ პასუხს აირჩევთ, რომელზეც 2x-ი დევს, დადებთ თანხას და ეს პასუხი ნამდვილად სიმართლე იქნება, თქვენ თანხა გაგიორმაგდებათ. კითხვა ნომერი 7. დავით აღმაშენებელი, ვაჟა ფშაველა, სვეტი ცხოველი და არ არსებობს. რა არის გამოსახული 500 ლარიან კუპიურაზე? წამზომი ჩაითო. მოიცა, 5 ლარიანი. მოინდა მაინც. 500 ლარიანზე, ხალო. არსებობს 500. 200 ლარი არის. 200 ლარიანი არსებობს. 500 ლარიანი კუპიურა. გოგო იყო, არა. მახსოვს გამიგია. მომატყუეს. არა, არსებობს. 500 ევროში ნუგერევათ. ხო, მოდი, აქედან დავიწყოთ. გააჩერეთ რა. გავაჩეროთ უკვე? არა, ნახე, ეროვნული ბანკი პერიოდულად ხო უშვებს რაღაცა განსაკუთრებულ იმას. ანუ განსაკუთრებულ კუპიურებს. არა, არსებობს. თუ სხვა რაბეში მერავა. დამამშვიდე. ანუ არ მსჯელობთ? არა. ვაჟა ფშაველაზე ხო არ დადებთ, იქ შეიძლება გავორმაგდეთ. არა. აი ჩვენ შეგვიძლია აი ესე გავაკეთე. ლაშ მე მინდოდა პირველზე ისე გეტყვის სიმართლეს რა. აი ესე რომ შვებოდით მე და თაკო, აი მეთქი აი პირველზე თქო რა. ესე რაღაც იქედან ეძახდა აი ფარათი, აი. გავაჩეროთ დრო. ვაი მე არ ვიცი ხალხო, ნუ გამაგიჟეთ ახლა. მე 500 ლარიანი კუპიურა არ მინახავს, მაგრამ მარტო არ მინახავს ხო არა. კაი თაკო აი არა, ანუ მე ვერ დავდებ ვერაფერს. აი ეს 2x-ი დარჩა არ არსებობს. არა ამაზე და არა ამას არ თუ თანხას დაყვება. თუ თქვენ ამბობთ ორივე რომ დარწმუნებულები ხარ და თავისებთ რომ არ არსებობს, მაშინ მოყვებით მე. აი, ვაჩერებთ დროს. კი. არ ვაჩერებ. რატო? არ ვაჩერებ დროს. მაგრამ არ ვიცი თქვენ. შეიძლება ეს ყველაფერი ის ბლეფი, მაგრამ შეიძლება ეს ყველაფერი ის ორმაგი ბლეფი. და შეიძლება 3 მაგი ბლეფიც იყოს და 4 მაგი ბლეფიც იყოს. თუ წავაგეთ, უნდა წავაგოთ და ნახო ინტერნეტში 500 ლარიანი კუპიურა. 500 ლარი გადამიხადეთ და მე ფულს განახებთ. 500 ლარი გადამიხადეთ და ფულს განახებთ. გოგო, ისე ამბობდი თავიდან არ არსებობს რა. არ ვიცი, აჰა. არა. აი, ვიცი ხალხო, აი გავგიჟდი. არის, კარგი 500-ს გადაგიხდით. 1000. არა, რა 500-ს გადაგიხდით. მე ვაფშე არაფრით ვჩები, მაგრამ მგონი ვაფშე არაფრით ვჩებით. ეს თქვენ 500 ლარი კუპი. დადაშე ორივე არის. დავით აღარ. 500 ლარიანი კუპიურა გვაქვს საქართველოში? იყო 18 საუკუნეში. ეხლა არის სხვათა შორის. ახალია? შეგიძლიათ რომ 4 წამში ეხლა დრო ჩაირთო და ნებისმიერ ადგილას განათავდოთ. დრო წავით. გადმოდე დავით. 3 2 1 და წავით. წარმოებაში არ არის, თუმცა არსებობს 500 ლარიანი ქართული და არა ევრო, დოლარი და ასე შემდგომ, სადაც გამოსახული არის დავით აღმაშენებელი. ბოლო კითხვისთვის მე დაგიხურდავებთ. აი მე. გიჟდებ. ამ 500 ლარს 100 ლარიან კუპიურზე მე გამხელა დაუნგრეიდია საიდანსად მოვედეთ. კითხვა ნომერი 8. კითხვა მაქვს შერჩეული გოგონებისთვის. აჰა, კარგია, ჩვენია. თემატური კითხვა. მე მგონია რომ ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ. დამა აგური. ჩვენია. დამა ყვავი. დამა გული და დამა ჯვარი. კითხვა ნომერი 8. ბოლო კითხვა. ბანკოში რომელი დამა იხედება მარჯვნივ?
მოიცა. ბანკოში არსებული 4 დამა იხედება მარცხნივ, მაგრამ ერთის ჯიუტი რომელიღაცა იხედება მარჯვნივ. და აი რომელი იხედება? ეს იქნება გული. რომელიღაც არის განსხვავებული და რატო უნდა იყოს ის განსხვავებული? ალბათ რაღაცა ისეთი დანიშნულება აქვს მაგ. გული. გულს რატო? გონია რომ ყვავი, რაღაცა დამაყვავი, რაღაც ერთი წუთი. დამაყვავი. აი მაგალითად ფურცს რო ვთამაშო. ტიშივით ნუ მიდი. აი დამაყვავი. შეგიძლიათ გადაანაწილოთ 100 ლარი დადოთ სადმე? აი დამაგური შანსი არ არის. არ არსებობს, რანაი აგური როგორ უნდა იხედებოდეს მარჯვნივ ლიზა. ხო, აი მეც არ მგონია. აი რატო აქვს მიმართულება შეცვლილი? აი რატო შეიძლება კაც რომ მიმართულება შეცვლილი კონდეს? კაი, გული თუ ყვავი, ნოც. ეხლა ნახე ის თამაში რო არის ფურთი ქალი. მაინც დამაყვავი რატო არის არჩეული? ქურდი ქალი ყვავია, ხო? ერთადერთი ვიცი რომ ის დამებში გამორჩეული არის დამაყვავი. ხო, აი რაღაცა მეც მგონია რომ დამაყვავი იქნება, იმიტომ რომ ცალკე თამაშიც აქვს მიძღვნილი ამ პიროვნებას და ეხა რა ვიცი. დამაყვავზე დებთ? კი. დადეთ. მე პირდაპირ გამოვალ ტელეფონით სადაც ფოტო მაქვს გახსნილი და ახლა უყურებ 4-ვე დამას. კალათას ამ 500 ლარის წაღებას დიდი კალათა აღარ სჭირდება. ჯერ მაყურებელს ვანახოთ, გინდა? მაყურებელს ვანახებ, აი. ამ 4 დამიდან ერთ-ერთი იყურება მარჯვნივ. დანარჩენი 3 საიდან გქცოდნოდა? იქნება ეხა ჯვარი. და ეს დამა არის დამაყვავი, მეგობრებო და 500 ლარი დაასრულეს, მაინც გამარჯვებით დაასრულეს, გოგოებო და მაგრამ ლა შენ არ დაგავიწყდეს. ცოტა მე რა გვინდი. ძალიან დიდი მადლობა. იმედია მოგეწონათ, ხო ისე ამას. თავარია საინტერესო იყო. ქალურმა ინტუიციამ ბოლოს მაინც გადაწყვიტა. არც კი განიხილეს. სხვა ვარიანტი. მეგობრებო, ესე იგი ჩვენ რო გავაკეთეთ ქოს სვეტების გვერდი, ხო იცით, ეგ ხო იცით. მოკლედ ეგ გავაკეთეთ სპეციალური მიმართულებით. რომ ანუ ჩვენ ხო გვიყვეთ ამ რეკლამებს უკვე და რაღაცა აღებული გვაქვს თანხა და ჩვენ ამ თანხით ავარჩევთ ოჯახებს, კათარზის ცხოველთა თავშესაფარს და დავეხმარებით სულ ყოველთვის და აი ამ სიმბოლურ 500 ლარსაც რა თქმა უნდა ამისთვის გამოვიყენებთ და ვახსენებთ კიდეც. მაშინ მე ამ 500 ლარს ჩემ წილ 500 ლარსაც დავამატებ და რა თქმა უნდა 1000 ლარი გადავრიცხოთ მაშინ ძალიან ასეთი კარგი ინიციატივისთვის. მადლობა რომ უყურებდეთ, აუცილებლად დაალაიქეთ მეგობრებო ვიდეო, გამოიწერეთ არხი ჩემს გენერალურ სპონსორსა და წარმოდგენს ამბასადორი ბეტს, სანდონ კრედოს და USA-თვის ჯორჯიას იმისთვის რომ გვერდში მიდგანან და მადლობა თქვენ ასევე წარმატებები.